მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით ნახოთ საჯარო გაშლა თემით ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი. ჩაიფიქრეთ კონკრეტული სურვილი და ნახოთ თუ ასრულდება მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში. ცოტათი ესეთი მოკლე ვადა ვნახოთ. ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი. კონცენტრირდით ამ სურვილზე და ნახოთ აბა ასრულდება თუ არა 3 თვის განმავლობაში პირველი ვარიანტის სურვილი და მეორე ვარიანტის სურვილი. პირველი ვარიანტი ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი ასეთი ქვა გვაქვს. აირჩიეთ სასურველი, თუ გჭირდებათ რა თქმა უნდა დააპაუზეთ. ასევე შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციის მსურველებმა შეგიძლიათ მომწეროთ პირადში და შეგახსენებთ იმასაც, რომ საჯარო გაშლები არის უფასო. ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად უნდა მოიწონოთ ეს ვიდეო. კარგით. ფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. არკანი ეშმაკი. ნუ თუ თქვენ ჩაიფიქრეთ კონკრეტული სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად მოდით ვიქნებით მაქსიმალურად პირდაპირ, თუ თქვენ ჩაიფიქრეთ სურვილი კარიერასთან დაკავშირებით, კარიერულ ან ფინანსურ ზრდასთან დაკავშირებით. ან ჩაიფიქრეთ სურვილი სქესობრივ კავშირთან დაკავშირებით, ხო? ანუ განა კონკრეტული ადამიანი, არამედ სქესობრივი კავშირის კონკრეტული სახე ან კონკრეტული პრიორიტეტების ასრულება მაგალითად, ხო? მესმის რომ უმეტესობა ამას არ ჩაიფიქრებდა, მაგრამ ეს ენერგია ძალიან მკვეთრად წამოვიდა და უნდა გამეჟღერებინა, იმიტომ რომ ხვდები ბევრს ესეც შეიძლება აინტერესებდეს, რატომაც არა. და ნახეთ, შეიძლება ასევე აქ იყოს კონკრეტული სურვილი, კონკრეტული კატეგორიის ადამიანთან. ანუ სურვილი არა იმის მიმართ, რომ აი კონკრეტულად ეს ვახუშტი ან გიორგუშკი მოვიდეს ჩემთანო, არამედ სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ მოდი სამყარო გამომიგზავნე ასეთი თუ ისეთი სახის პიროვნება. მე აქ ვიტყოდი ასეთ რაღაცას. სურვილი აუცილებლად ასრულდება, უბრალოდ ამ სურვილს სჭირდება დრო და ნახეთ, ზოგადად სამყაროს ეს არასდროს არ მოსწონს, არ არის ეს კარგი ნამდვილად. იცით, სამყარო ყოველთვის უფრო კარგად იცის ჩვენ რა გვჭირდება, ვიდრე ჩვენ თავად. კი, ჩვენ შეიძლება გქონდეს კონკრეტული პრიორიტეტები და კონკრეტული სტანდარტები, მაგალითად გქონდეს სტანდარტები იმისა, რომ აი მე მინდა რომ ჩემი პარტნიორი იყოს, არ ვიცი, ფინანსურად შემდგარი პიროვნება დაუშვათ, ხო? მაგრამ აი რაღაც წვრილმანები სამყაროს არასდროს არ უნდა შევუკვეთოთ. ანუ გულისხმობ იმას, რომ მაინც და მაინც არ ვიცი, ქერაც ის ფერთვალება ვიღაც არ ვიცი მდიდარი კონკრეტულად ასეთი თანხა ჰქონდეს, ან კონკრეტულად ის ჰქონდეს, ან ასეთი იყოს, ან ისეთი, ასეთი შეკვეთები არ უნდა დაუსვათ სამყაროს. აქ აშკარად მოდის სურვილი მატერიალურთან დაკავშირებით, ან კონკრეტული კატეგორიის ადამიანთან ურთიერთობის სურვილი. ეს სურვილი ასრულდება, უბრალოდ შეიძლება გაიწელოს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, ასრულდება თუ არა პირველი ვარიანტის სურვილი. ქურუმი კაცი, არკანი პენტაკლების ტუზი. ორი უფროსი არკანი ამოვიდა, რაც მეტყველებს იმის შესახებ, რომ სიტუაცია ნამდვილად შეიძლება გაიწელოს და არა მომდევნო 3, არამედ მომდევნო 4 ან 5 თვის განმავლობაში ასრულდეს თქვენი სურვილი, ხო? იმიტომ რომ ამ სურვილს არ ეჩქარება და არც სჭირდება დაჩქარება, მაგრამ დიდი ალბათობით ამ 3 თვის განმავლობაში თქვენ აუცილებლად მოგეცემათ იმის შანსი, იმის პერსპექტივა, რომ ეს სურვილიც აისრულოთ. მაგრამ ნახეთ, თქვენ გჭირდებათ მეტი ჩამოყალიბება საკუთარ თავში, გჭირდებათ ის, რომ მეტად შეისწავლოთ, მეტად ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს, მეტად დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ აი მე რეალურად რამ სურს. რატომ სურს კონკრეტულად ასეთი და ასეთი ადამიანი, ხო? მე სურს რომ შევქმნა დაუშვათ ასეთი მყარი სტაბილური ოჯახი, დაუშვათ, ხო? და ამიტომაც მსურს დავუშვათ უკაცრავად. სარკეს მოვუხადე ბოდიში. ახლა ხანს. კარგით. თუ თქვენ ჩაიფიქრეთ კონკრეტული კატეგორიის ადამიანი, იმისათვის რომ არ ვიცი მყარი ოჯახი შექმნათ, დავუშვათ, ხო? რა თქმა უნდა, ეს სწორი პრიორიტეტი შეიძლება იყოს, ხო? მაგრამ თუ თქვენ ბოლომდე ვერ ხვდებით, რატომ გჭირდებათ ასეთი თუ ისეთი პიროვნება, კარგად დაფიქრდით.
დაფიქრდით. კარგად დაფიქრდით, რატომ ჩაიფიქრეთ კონკრეტულად ეს სურვილი. ხოლო თუ სურვილი ეხება არა ადამიანს, არამედ სხვა რაღაცას, იმიტომ რომ ხედავ აშკარად სხვა კატეგორიის ადამიანებიც არიან, ვისაც არა ურთიერთობები, არამედ სურს კონკრეტული ან თანხა, ან ფინანსები, ან კონკრეტული ფინანსური მატერიალური პრობლემის გადაჭრა, ამის საშუალება, ამის შანსი თქვენ აუცილებლად მოგეცემათ. მაგრამ აქაც გჭირდებათ საკუთარი თავის მეტად სიღრმისეულად შესწავლა. სულ ეს არის მეგობრებო პირველი ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. თქვენი სურვილი ასრულდება თუ არა. თასების პაჟი. მოდით ასე ვიტყვი, შეიძლება არ ასრულდეს, მაგრამ ასრულებას ნელ-ნელა აუცილებლად დაიწყებს ამ 3 თვის განმავლობაში. ახლა ხედავ იმას, რომ თქვენ ზედმეტად შთაგონებული ხართ ამ სურვილით, ცოტა შთაბეჭდილების ქვეშ ხართ. ერთის მხრივ თქვენი სურვილი საკმაოდ ბუნებრივი და გასაგები არის, მაგრამ მეორეს მხრივ თითქოს რაღაცის შთაბეჭდილების ქვეშ ხართ და მთლად თქვენი თითქოს არ არის ეს სურვილი. თითქოს ცოტათი მოხვეული არის გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, ასრულდება თუ არა მეორე ვარიანტის სურვილი მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში. აქაც ქურმი კაცი და ვარსკვლავი. ვარსკვლავი, სამართლიანობა, არკანი თასების ხმლების დედოფალი უფრო სწორად და პენტაკლების 5-იანი. მეგობრებო, აშკარად ძალიან ილუზიებში ხართ ამ სურვილთან დაკავშირებით, ზედმეტად ბევრი ილუზიები მოდის, ზედმეტად ბევრი თვითტყუილები მოდის, ზედმეტად ბევრი მოხვეული ფანტაზიები მოდის თქვენში და ნახეთ, თქვენ გჭირდებათ ის, რომ მეტად ჩამოყალიბდეთ. თქვენ რეალურად, ახლა მე თქვენ გეუბნებით მეორე ვარიანტი, მე თქვენი სურვილის მესმის. გრძნობ, რომ ძალიან დიდი ნაწილი თქვენი სურვილისა არის თქვენ. მაგრამ თქვენ რეალურად ბოლომდე არ ხართ ჩამოყალიბებული იმაში, თუ რატომ გსურთ ეს სურვილი და რეალურად რამდენად თქვენი არის. ხვდებით ხომ, რასაც გულისხმობ? იმიტომ რომ აქ მოდის აშკარად ილუზიები და თქვენ გჭირდებათ ის, რომ პირველ რიგში ღრმად ჩაისუნთქოთ, ამოისუნთქოთ და კარგად დაფიქრდეთ, ეს სურვილი ჩემი არის თუ არა. საიდან მოდის ეს სურვილი? იმიტომ რომ თქვენი სურვილის ძალიან დიდი ნაწილი დიახ თქვენია, მაგრამ ბევრი რამ არის მოხვეული გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. და დაფიქრდით მეგობრებო, იმიტომ რომ ეს სურვილი რეალურად დიდი შანსი არც ზე კარგი და არც ზე საჭირო იყოს თქვენთვის, ვიდრე თქვენ გგონიათ და შეიძლება ამ სურვილს სჭირდება ცვლილებები, შეიძლება ამ სურვილს სჭირდებოდეს მეტი ადაპტაცია ან პირიქით მეტი ფანტაზიის მოშვება ამ სურვილისაკენ. ხვდებით ხომ, რასაც ვგულისხმობ? რაც შეეხება სურვილის ასრულებას, პირდაპირ ვიქნები და 3 თვის განმავლობაში ვერ ვხედავ ამ სურვილის ასრულებას, მაგრამ ზოგადად ამ სურვილის ასრულებას აშკარად აქვს პოტენციალი, დიდი ალბათობით ასრულდება, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმის შემდგომ, როდესაც თქვენ შეძლებთ, რომ საკუთარ თავში დააყენოთ გარკვეული ფილტრები ილუზიებისგან. ხომ ესმის ცოტა აგრესიული მანერით შეიძლება ვსაუბრობდე, მაგრამ ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწორად გამიგოთ. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, უღრმესი მადლობა, წარმატებები და